სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ისტორიული შეთანხმებით რა იცვლება საქართველოსთვის, სწორედ ამ საკითხს განიხილავენ ახლა პოლიტიკის ექსპერტები და დიპლომატები. აქ საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე, რაც სწორედ შედის იმ შეთანხმებაში, რომელიც დადეს შეერთებული შტატების შუამავლობით ორმა სახელმწიფომ. სწორედ აქ შესაძლოა სატრანსპორტო დერეფნის გახსნა საქართველოსთვის გახდეს ერთის მხრივ სატრანზიტო და ეკონომიკური კონკურენცია, რადგან თუ აზერბაიჯანი სომხეთის გავლით მიიღებს პირდაპირ კავშირს თურქეთთან, საუბარია ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანზე, ტრანსპორტის ნაწილი შესაძლოა საქართველოს გვერდის ავლით წავიდეს, რაც ბუნებრივია პოლიტიკის ექსპერტებიც განმარტავენ, რომ ეს იქნება სატრანზიტო შემოსავლების შემცირება, თუმცა მეორეს მხრივ საქართველომ შეუძლია ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოს და თუ ყველა გზა გაიხსნება, საქართველოს შეძლებს ჩაერთოს ალტერნატიულ მარშრუტებში და ეს უკვე დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს საქართველოში ხელისუფლება ქართული ოცნების და შესაბამისად ახლა დამოკიდებულია ამ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები საქართველოსთვის. ყოველ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიისთვის იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მომტანი აღნიშნული შეთანხმება, რადგან პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები განმარტავენ, რომ ეს დადებული შეთანხმება არ ეხება მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, ეს ეხება მთლიანად კავკასიის რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის შექმნას, როგორც ეკონომიკურად განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის გახსნას ორ სახელმწიფოს შორის და შესაბამისად აქ უკვე გაძლიერდება არა რუსული და ირანული გავლენები, არამედ შეერთებული შტატების დასავლური გავლენები, რაც გამოიწვევს რეგიონში სტაბილურობის შექმნას. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, თუ სად არის საქართველო და რა პოზიციას აირჩევს ის. პოლიტიკის ექსპერტებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ დღესდღეობით რუსეთისთვის და ირანისთვის კავკასიის რეგიონში ერთადერთი მოკავშირე უკვე რჩება საქართველოში და ეს არის ივანიშვილის გუნდი და ვიდრე იქამდე ივანიშვილის გუნდს გააჩნია ძალაუფლება, საქართველო ვერ მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ამ შეთანხმებით არის გათვალისწინებული. აქ საუბარი იმაზე, რომ გარკვეულწილად თითქოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია შეიზღუდება იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ დღეს სომხეთის საგარეო ვაჭრობის 70% ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის გავლით, მაგრამ ჩემის აზრით ამ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს ექნება მოთხოვნილება, რომ ტვირთები გაატარონ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით, მით უმეტეს მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს სადგურების გამოყენება. ამიტომაც მე მგონია, რომ თუ საქართველოში იქნება, ვთქვათ, ის ხელისუფლება, რომელიც გაატარებს ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, როგორც ასეთი, იქნება შენარჩუნებული. ზანგეზურის დერეფანი გამოიწვევს შექმნის ახალ რეალობას, სადაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვიქნებით სერიოზულ კონკურენციაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება თავისი ამ განვითარების ლოგიკით ძალიან მიმზიდველი, ხელსაყრელი და მომგებიანი მთლიანად სამივე ქვეყნისთვის. ქართულ ოცნებაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საქართველო ჩაფლობას ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, თუ გაჩნდება რაღაც ფანჯარა შესაძლებლობების, რომელიც გაიყვანს ქვეყანას ნორმალური საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე. პოლიტიკის ექსპერტები აქტიურად საუბრობენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფაქტორზე, რაც მოიტანს ეს შეთანხმება, რომელიც დაიდო ორ სახელმწიფოს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით და ზოგადად ისინი განმარტავენ, რომ მშვიდობა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ზოგადად ამცირებს ომის რისკს და ეს ქმნის რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო საქართველო, რომელიც ერთ დროს ითვლებოდა შეერთებული შტატების მოკავშირედ და ის მხარს უჭერდა მშვიდობის დამყარებას სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, ამ ისტორიულ პროცესს შორიდან აკვირდება და გაურკვეველია რა პოზიცია ექნება და სად იქნება საქართველო იმ დროს, როდესაც კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატები საუბრობს მხარდაჭერაზე, სტაბილურობაზე და მშვიდობაზე.